ქრისტეს მიერ საყვარელნო, მამანო, დედანო, ძმანო და დანო, ყველას გილოცავთ უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულს. ჭეშმარიტად აღდგა ქრისტე. აღდგომის შინაარსი, ამ დღის შინაარსი შეიძლება ითქვას მთავარი აზრი ამ მოვლენისა, ამ საოცარი მოვლენისა ყველაზე კარგად არის გადმოცემული სააღდგომო საგალობელში, სააღდგომო ტროპარში. ქრისტე აღდგა მკვდრეთით. ესე იგი, სიკვდილი სიკვდილისგან სიცოცხლეში დაბრუნდა ქრისტე. სიკვდილისა დამთრგუნველი. ესე იგი, ეს აღდგომა მოხდა მას შემდეგ, რაც იესო ქრისტემ სიკვდილით, თავისი ჯვარცმით და სიკვდილით მოკლა სიკვდილი. აი, რა სიცოცხლეზეა ლაპარაკი და რა სიკვდილზე. რასაკვირველია, პირველ რიგში ეს არის იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომა, ეს არის აღდგომა მისი ადამიანური, ასე ვთქვათ, ხორციელი სიცოცხლისა. იგი ჯვარზე გააკრეს, მოკლეს და იგი აღდგა მესამე დღესა და იგი კვლავ აგრძელებს სიცოცხლეს. ანუ მკვდრეთით აღდგომა, ეს არის სიკვდილიდან ფიზიკური ადამიანის ხორციელი სიკვდილის შემდგომ ისევ სიცოცხლეში დაბრუნება. მაგრამ აი ამ აღდგომას, ეს აღდგომა შესაძლებელი გახდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ქრისტემ სწორედ თავისი სიკვდილით, მას შემდეგ, რაც იგი ჯვარზე გაეკრა და მიიღო სიკვდილი, მან მოკლა სიკვდილი. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რას ნიშნავს, რას ნიშნავს სიკვდილის მოკლა. უპირველეს ყოვლისა, აქ ლაპარაკი არა ხორციელ სიკვდილზე და არამედ სულიერ სიკვდილზე. რა არის ეს სულიერი სიკვდილი? სულიერი სიკვდილი არის ის სიკვდილი, რომელს შესახებაც აფრთხილებდა ღმერთი სამოთხეში ადამიანს და ევას, რომ თუ ისინი აკრძალული ხის ნაყოფს შესწამდნენ, ისინი სიკვდილით მოკვდებოდნენ. აი სწორედ სიკვდილით. სიკვდილი ეს არის სწორედ არა ფიზიკური ესეთი მდგომარეობა, არამედ უპირველეს ყოვლისა სულიერი. რატომ? იმიტომ, რომ ღმერთის მიერ შექმნილი ადამიანი არსებობდა და უნდა ეარსება და შეძლებდა უпростоრედ რომ ეარსება მხოლოდ თავის სიცოცხლის მომნიჭებელთან უწყვეტი კავშირის შემთხვევაში. ანუ, როდესაც იგი ღვთაებრივი სიცოცხლეს წყაროს იქნებოდა დაწაფებული. როდესაც იგი მუდმივად ისაზრდოებდა ღვთაებრივი სიცოცხლის ენერგიით. და ღვთაებრივი სიცოცხლის ენერგიის შეწყვეტა ნიშნავდა სიცოცხლესთან კავშირის შეწყვეტას და ნიშნავდა ესე იგი სიკვდილის დასაწყისს. აი ეს არის სულიერი სიკვდილი, როდესაც
სული ადამიანისა აღარ საზრდოობს ღვთაებრივი სიცოცხლით. როდესაც ის მოწყდა ამ ღვთაებრივი სიცოცხლის წყაროს და გაწყდა კავშირი ღმერთსა და ადამიანს შორის. აი ეს არის სულიერი სიკვდილი. და ნამდვილად მაშინვე მოკვდა ადამიანი, როგორც კი, ესე იგი, ეს ცოდვა ჩაიდინა, სულიერად მოკვდა. მისი სული წამის ყოფით მოწყდა ღვთაებრივ სულს. რატომ? იმიტომ რომ სიწმინდე ღვთაებრივი სული, ეს არის სიწმინდე, ვერ დაივანებს იმ სულში, სადაც უწმინდურებაა, ხოლო ცნების დარღვევა, ანუ ღვთის ნების საწინააღმდეგო ქმედება, ეს იყო ყველაზე დიდი უწმინდურება, რადგანაც ეს იყო ღმერთის სიყვარულის, ღმერთის ჭეშმარიტების უარყოფა, ღმერთის სიყვარულის უარყოფა, ღმერთის შეურაცხყოფა იყო. ეს იყო ურჩობა, ადამიანი შეეწინააღმდეგა მას, ვინც ყველაფერი მისცა, სულიერიც, ხორციელიც და რაც თავარია, დაპირდა, რომ ადამიანი იქნებოდა შვილი ღვთისა, ხატი და მსგავსი, იქნებოდა მასთან ერთად, იცხოვრებდა როგორც შვილი ღვთისა, მარადიულ ნეტარ ცხოვრებაში და აი ამას ყველაფერს ეს ყველაფერი ის მიუხედავად გამოიჩინა საოცარი უმადურება, საოცარი ღვთისადმი ასეთი პატივცემულობა და აი ეს ურჩობა გაუწია ვის ღმერთს, რომელმაც სიცოცხლე აჩუქა და როგორი სიცოცხლე მერე, ესე იგი ღმერთთან მიმსგავსებული სიცოცხლე.